მოგესალმებით მეგობრებო, გილოცავთ რაო ბედობასო, ხო? ორში ბედობა, ხარა დაგებედათ ნეტა როგორ მაინტერესებს. დაწერეთ მეგობრებო, კომოთ რა დაგებედათ. სიყვარული, დიდხანს ძილი, მუშაობა, მონობა, ის თუ ის. მაინტერესებს, მე დამებედა, ეხლა გეტყვით რა. თოვლი, გავედი დილით თოვლი დამხდა. თუმცა გუშინ უკვე ვიცოდი რომ თოვდა. ბავშვობა იციგავეს, სახლი დავალაგეთ, მერე გარეთ რაღაცები მოვალაგეთ, დამებედა ასეთი რაღაცები და ახლა ლაივიც უნდა დამებედოს, მეგობრებო, რომ ლაივის გარეშე რა გაგაძლებიდებთ თქვენ რომ არ დამებედოს და ავერშიეთ ემათ აი ასეთი რამ. დავიცვათ ჩვენი ერი, მამული, წერს აქვეყნებს ასეთ პოსტს, ჯერ არის შობა და მერე არის ახალი წელი. რატომ აღნიშნავთ ჯერ ახალ წელს, მერე შობას? ჩვენ ხომ მართლმადიდებელი ქვეყანა ვართ. 7 არის 25, 14 არის პირველი. ეხლა მეგობრებო, მე მაინტერესებს თქვენთვის საინტერესო რაღაცა უნდა გითხრათ. მართალია შობა ახალ წელს აღნიშნავთ ჩვენ 6-ში, საღამოს ანუ 7-ში დილით რო თენდება და შემდეგ 14-ში აღნიშნავთ ახალ წელს. ეხლა რა საინტერესოა იცით? საინტერესო რა არის ეხლა გეტყვით მე. კაცი შვილმა დედამიწის ზურგზე არის ეს ქრისტე როდის დაიბადა. საერთოდ არავინ არ იცის როდის დაიბადა ქრისტე, აბსოლუტურად არავინ არ იცის. შეიძლება ამის გამოთვლა, ასტროლოგები ვარაუდობენ რომ ეს იყო თევზი, იმიტომ რომ ბოლო ციკლია, ქრისტე თევზების ნიშანი იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მე გადავწყვიტე მეგობრებო რომ ქრისტე დაიბადა 20 თებერვლის 17 საათსა და 35 წუთზე. გაწყობთ ასეთი რამე? თურმე გრიგორიანული კალენდარი მე-16 საუკუნეში პაპსტ გრიგორს გამოუგონებია, ანუ შეუდგენია ასეთი განხრით, რომ მან გამოითვალა დაბადებიდან, ანუ პირველი საუკუნიდან დღემდე რამდენი დღეა მართლაც გასული, ოღონდ როგორ გამოითვალა იქ ცალკე საკითხებია, იქ 13 თვეა კალენდარში, არა გრიგორთან, არამედ საერთოდ რეალურად 13 თვე გვაქვს ჩვენ, მაგრამ ჩვენ 12-ზე დავიყვანეთ, რათა უფრო კარგად დაეზოგათ ფული იმათ ფულს ვინც იხდის. მონებს ვინც ხდის ფულს და შემდეგ პაპსტები ამას ვარგებდნენ ამ კალენდარს როგორც უნდათ ისე და აი ასე მეგობრებო ეს მოსყიდული პაპსტები გამოიანგარიშებენ ახალ კალენდარს და მათი სახელის საპატივცემულოდ დაერქმევა მათი სახელი. მათ და საპატივცემულოდ. ანუ გრიგორიანული კალენდარი და არის კიდევ კალენდარი, ესე იგი რა ქვია, იულიუსის კალენდარი. ხო? მოკლედ ერთი სიტყვით, კაცი შვილმა არ იცის ეს კალენდარი ვინ რა როგორ გადააკეთა, კაცი შვილმა არ იცის მზისა და მთვარის ციკლები როგორ ხდება და მაინც რაღაცა ვიღაცის გამოგონებულ კალენდარზე არიან დაყრდნობილი მილიარდობით ადამიანები, განა მილიონობით. და მე გეტყვით რომ ჩვენი ქართული ანბანი გვეუბნება რომ ქართულ ანბანში ჩანს რომ წელიწადს აქვს 13 გამართული თვე. თითოეულ თვეს აქვს 28 დღე და 28 დღე და არა მეტი და არა ნაკლები. ხვდებით ხომ თითოეულ თვეს, არც მეტი, არც ნაკლები. არც ნაკიანი წელიწადი არსებობს, თუ ის ნაკიანი თვე არსებობს, არც წელიწადი, საერთოდ არაფერი არ არსებობს. ისეთი, რასაც აკლია ან ემატება. ეს არის ყველაფერი კანონზომიერი მეგობრებო და როგორც 28 თებერვალს ვზეიმობთ ხოლმე ხანდახანდა ზოგჯერ 27-ს აი ესე არის მეგობრებო რომ ყველა თვეს აქვს 28 დღე. შემდეგ შეგვიძლია ვივარაუდოთ ეს არის მზის კალენდარის მიხედვით, მაგრამ თუ კი ჩვენ გამოვთვლით მთვარის კალენდრის მიხედვით მეგობრებო, მთვარის კალენდრის მიხედვით თითოეულ თვეს აქვს 27 თვე, 27 დღე და არის 14 თვე. ორივე სრულყოფილია მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია ვიხმძღვანელოთ 14 თვიანი ციკლით ან 13 თვიანი ციკლით. ამას ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ, აბსოლუტურად ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ, იმიტომ რომ ხან მთვარე და ხან მზე ერთმანეთს ცვლიან და ისინი განუყოფელი ნაწილები არიან და მინდა გითხრათ რომ სხვათა შორის არსებობს 13 ხელფასი და აი ამ 13 ხელფასს უხდიან ხოლმე დიდი ორგანიზაციები კაცობრიობას და არქმევენ ამას სახალწლო იმას რა ქვია მაგას სახალწლო
დანამატ გადასახადს, საახალწლო გადასახადს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის საახალწლო გადასახადი, ეს არის მასონების ძალიან კარგი მოფიქრებული გეგმა, რომ მათ არ მოეკითხოთ იმაზე მეტი ვიდრე, ანუ სინამდვილეში ისინი ზეიმობენ 13 თვეს, მხოლოდ აი ამ სახით, რომ ვითომ გჩუქნიან აი ამ მე-13 ხელფას. სინამდვილეში ისინი იხდიან მე-13 ხელფას, არა იმიტომ, რომ ისინი გჩუქნიან, არამედ იმიტომ, რომ შენ იმუშავე მათთვის და ისინი ვალდებული იყვნენ გადაეხადათ შენთვის ეს ხელფასიც. რამე თუ ამგვარ ხრიკებში მასონური სამყარო ცდილობს, რომ ღმერთთან რაღაცნაირად საქმე გამოისწოროს, ხო? მართალი გითხრათ, ყველაფერი გაშიფრულია უკვე და ასენი ვეღარ გაიტანენ თავიანთ ხრიკებს და იძულებული იქნებიან სინათლე გამოიტანონ გარეთ. პირდაპირ მნიშვნელობით არავინ არ იცის ქრისტე როდის დაიბადა, კაცი შვილმა დედამიწის ზურგზე, არსად არ წერია ეს. რამე თუ არ არსებობდა იმ დროს აღწერა ჩვეულებრივი ადამიანების, რომლებიც იბადებოდნენ. მართალია, ახლა თქვენ მეტყვით, რომ ქრისტე ჩვეულებრივი არ იყო. მე მინდა გითხრათ, რომ როდესაც ის დაიბადა, მხოლოდ მოგებმა იცოდნენ, რომ ის ჩვეულებრივი არ იყო, ხოლო დანარჩენი სამყაროს წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი იუდეველისა და არა იუდეველის შვილი, რომელსაც დაარქვეს იეშუა. მაგრამ მეგობრებო, ამის აღწერა არ მომხდარა, არავის არ ჩაუწერია, რომ ქრისტე ამ დროს დაიბადა. უბრალოდ მოგებმა დაინახეს ვარსკვლავი გამოჩნდა ცაზე, რომელიც ძალიან კაშკაშა იყო და მინდა გითხრათ, რომ თითოეული ვარსკვლავის გამოჩენა ნიშნავს, რომ დედამიწაზე მოევლინა სიცოცხლე. და რადგან ეს ვარსკვლავი ასეთი კაშკაშა იყო, ეს უნდა ყოფილიყო ძალიან ძლიერი სულის ადამიანი და ეს უნდა ყოფილიყო ძალიან მყარი სულისკვეთების ადამიანი. დიახ, მეგობრებო, სწორედ აი ასე და ამგვარად მოხდა ქრისტეს დაბადება, რომელიც არავინ არ იცის კაცის შვილმა და მიუხედავად იმისა, რომ რა ვქვა იმ დეგენერატს კონსტანტინე პირველმა ეს მითრას დაბადებას დაუკავშირა, მან ასე ჩააწერინა ხალხს, რომ ესე იგი 25 დეკემბერს დაიბადა ქრისტე. თითქოს. სინამდვილეში ქრისტე 25 დეკემბერს არ დაბადებულა, მეგობრებო. ის არ იყო ყველა შემთხვევაში თხისქა, არავითარ შემთხვევაში არ იყო. არავითარ შემთხვევაში არ იყო ისე თხისქა. არც ერთი მისი მერკვალი არ ერგება თხისქას, არ ერგება. აი აბსოლუტურად არ ერგება, ის არ იყო თხისქა. ამიტომ მეგობრებო, ცოტა გამოფხიზლდით რა. ამისათვის ნუ დავჭამთ ერთმანეთს, ახლა 25 დეკემბერი იქნება გრიგორიანული კალენდრით აღნიშნა თუ ვიღაცა სხვის კალენდრით აღნიშნა. საერთოდ არ გაინტერესებთ, რომ ის გააკეთოთ, რასაც ქართული ანბანი გვეუბნება. რასაც ქართული ანბანი გვეუბნება, რომ ერთხელ სამუდამოდ გამოვიძიოთ, რომელი წელია ახლა. ბიბლიის მიხედვით აღწერილი არის ადამი როდის არის დაბადებული და ქორონიკოსები გამოვიკვლიოთ და ქორონიკონის მიხედვით ჩვენ გავიგოთ რომელ წელში ვართ საერთოდ. არ გვაინტერესებს, ხო? ხო და ის ხო გვაინტერესებს 25-ში ვიზეიმებთ თუ 7-ში. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მაგას 25-ში იქეიფებ თუ 7-ში იქეიფებ. იმიტომ რომ ხო ყველას ფეხზე კიდიათ ისედაც შობა ახალი წელი რა არის სიღრმისეულად. ხო და кейფი თუ გინდა მაგას რა მნიშვნელობა აქვს ახლა 25-ში გაისვრი იმ შენ ხლაპუშკას თუ 17-ში თუ 14-ში თუ 7-ში. ხო? არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მაგას. და ეხლა თუ ვინმე დადგება და მეტყვის რომ არა 7 იანვარი არის შობა, არა 25 არის, აი დადეკით და იბრძოლეთ მაგაზე, რომელია სწორი. არც ერთი არ არის სწორი. გეუბნებთ რომ არც ერთი. და ახალი წელი არ იწყება 14 იანვარს. არ იწყება. საერთოდ ისე ჩვენი ძველი ჩვენი წინაპრები წელიწადში 4-ჯერ ზეიმობდნენ ახალი წლის დაწყებას. ეს იყო ყოველი სეზონის დაწყებას ზეიმობდნენ, მეგობრებო. და ასე რომ რა ვიცი, აბა ახლა როგორც გინდათ ისე იბრძოლეთ, რომელი დროის
მიხედვით გინდათ რომ დაამკვიდროთ თქვენი სიმართლე, მაგას მართლა მნიშვნელობა არ აქვს ღმერთისთვის. მართლა გითხრათ, საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს ღმერთისთვის, თქვენ როდის იზეიმებთ რამეს. თავარია შეიგნოთ რა გააკეთა ქრისტემ, თორე ის როდის დაიბადა და როდის უნდა ვიზეიმოთ, მაგას არავინ არ საერთოდ არ უყურებს ზეციურ სამყაროში. ქართული ამბები როგორაა, არც ისტორიის მჯერო და უნდა დავითვალოთ. რა თქმა უნდა დავითვალოთ და ამას საერთოდ არანაირი პრობლემა, ეს საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს ამის დათვლა, არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენს. თავარი არის რომ ჩვენ მოგწენ იმის უფლება, რომ ჯერ ვისი უფლება უნდა მოგწენ, რისი კაცობრიობა უნდა დადგეს და ის ჯგუფი, რომელიც გამოიკვეს ამ საკითხებს, თვითონ გამოიკვეს და თქვა სიმართლე. ეხლა იმას გვიღიარებენ თუ არ გვიღიარებენ, ეგ მნიშვნელობა არ აქვს. იმისი არ იყოს, ახლა დღეს კიდევ ერთ-ერთმა მომწერა ენოქის წერილებიო, არაკანონიკურიაო ისევ. და ადამიანი კაცობრიობა რატო ეძებსო ამ არაკანონიკურებში სიმართლესო ვერ გავიგეო. თუ ვერ გაიგე იყავი შენთვის კაცო, იყავი. ხო, კაი. ახლა მეგობრებო, რადგან დიდი ლაივები არ დამებედოს, მე უნდა გავწყვიტო, გისურვებთ ბედნიერ ბედობას, დაიბედეთ კარგეი რაღაცეები, გონება, მახვილობა და ასე შემდეგ. ჩემო კარგებო, კარგად, ჩაო.